გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ამოვედი გასასეირნებლად სუფთა ჰაერზე რაღაცა აქეთ-იქეთ გულის გადასაყოლებლად და მოკლედ გინდა არ გინდა გამიტაცა რა საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა და გადავხედი ამ ყველაფერს. რაღაცა ფიქრები გამიჩნდა ისეთი რომ ძალიან ნეგატიური ფიქრები გამიჩნდა და რა ვიცი მინდა გაგიზიაროთ რა მართალია არა მართალი თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერსთან დაკავშირებით შეიძლება მე მეშლება მოკლედ პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ აი ინფორმაცია შემხვდა სადაც თურმე ბიძინიჩი გამოსულა აგერ ახალგაზრდობასთან თურმე დიალოგი უნდა აწარმოოს პოლარიზებარიო ქვეყანაშიო შეწუხებულა და პოლარიზება შეწუხებულ ქვეყანაში თურმე უნდა დაარღვიოს და უნდა ყველაფერი თურმე დემოკრატიულ ფარგლებში უნდა ჩააყენოს. ეხლა მამამ ხო გადაარჩინა საქართველოს და ეხლა შვილის გადასარჩენი არის თურმე ეს ბედკრული იბერია და მზადდება ადრეც ვამბობდი ცოტნეს შემობრძანება ქართულ პოლიტიკაში იქამდე ახალი ლელაკაკული აყავთ ქოცებს ახალი ლელაკაკული აყავთ ახალგაზრდა გამოჭედილი რომელიც ამბობს რომ მომავალი მეფეო საქართველოს მეფეო იქნებაო ცოტნეო სახელიო ცოტნე კაკული აქამდე გიორგის იძახოდა მაგრამ არ გაამართლა მარგველაშვილმა და ეხა ცოტნე იქნება რა არც გახარიამ არ გაამართლა და ეხა ცოტნე იქნება ბიჭო აი ამ დასირებულ ბიზნეს ერთი რაღაცა მინდა უთხრა ბიჭო კაცი ხარ მილიარდელი ანერი პრობლემა არა გაქვს რა ფინანსური სოციალური ეს შემდეგ ხალხი საქართველოს პოლიტიკაში იმიტომ გარბის რომ მეტი საშუალება არ დაუტოვეთ პოლიტიკური ბიზნესი დაწყობილ ქვეყანაში და სხვა გზა არა აქვს უბრალოდ ახლა საქართველოში თუ არ იქნები ქოცი ან ნაცი ვერანაირ წარმატებას ვერ მიაყვე ვერც საჯარო სამსახურში ვერც ბიზნესში ვერც შენი ნიჭის რეალიზებას ვერ მოახდენ და გინდა არ გინდა იძულებული ხარ რომ ადამიანმა რომელიღაცა ის ხარე დაიჭირო ახლა ან უნდა ადგე და ქვეყანა უნდა წახვიდე მაგრამ ხო და აქედან გამომდინარე ხალხი არის უბედურია ხალხი საქართველოში ძირითადად იმიტომ რომ არის ერთი მარტივი აქსიომა რომელიც საერთოდ ეს კაცობრიობის ისტორიამ დაწერა და ასია ეს პოლიტიკის აქსიომებს შორის შედის ეს ადამიანის და პოლიტიკას შორის ურთიერთობაში. არის ესეთი უნიკალური მოვლენა არის ეს ზოგადად როდესაც ადამიანი პოლიტიკაში მიდის რადგან პოლიტიკას არასდროს არავინ გაუხდია ბედნიერი ადამიანური ბედნიერებით. ადამიანური ბედნიერებას ადამიანი ვერასდროს ვერ მიიღებს პოლიტიკაში. ის ყოველთვის ხდება უბედური. პოლიტიკა ყოველთვის ესა აქსიომა, პოლიტიკა აუბედურებს ადამიანებს. პოლიტიკიდან ბედნიერი ჯერ ადამიანი არ გამხდარა. დასაგროვებელიც რომ დააგროვოს, ფულიც რომ იშოვოს, რაღაც წარმატებებს რომ მიაღწიოს, აბსოლუტურად იმ ადამიანმა თავის პირადზე უნდა თქვას ყველაფერზე უარი და ადამიანი საკუთარ პირადზე ამბობს უარს, ბევრ თავისთავად ადამიანურ ბედნიერებას წყდება. ამიტომ ეს აქსიომაა, რომ პოლიტიკა ადამიანებს ბედნიერებს არ ხდის პირიქით. პოლიტიკა აუბედურებს ადამიანებს. ამიტომაც საქართველოში ამდენი უბედური ადამიანი რომ ერი არის პოლიტიზირებული. ხო და ვინც ნორმალური არის, მაქსიმალურად ცდილობს რომ გაერიდოს ამ ყველაფერს შეგნებულად თუ სხვა არჩევანი. მთელი ქვეყანა აი ეს ხალხი ვინც ვითომ რო გლოცავს, გულში დედას გაგინებს. მკვდარ და ცოცხალს გაგინებენ ბიძინა. შენს, შენ ოჯახსაც, ყველასაც. ისინიც კი ვინც ფეხქვეშ
აფირისტები ვით რო გევლებიან, ხო? აი ეს შენი მონები, რომლებიც გუშინ შენი მონები იყვენ, რომელი ერთი მონა გავიხსენო, რომელიც შენ გლოცავდა და მე ყველა მოღალატე და მტერი რო გაგიხდა, დაწყებული იმეთი, რა ქვია, თავიდან პირველი ვინ იყო? ალასანია იყო, მოღალატეო, ხო? და ალასანიასთან მოგიწევთ კოცებს დაჯახება და ბოლოში ღარიბაშვილზე ერთგული ადამიანი თურმე რო იკითხა, კაც შენ არ ყავდა და თურმე ღარიბაშვილმა სადღაც შეგაგინა თურმე. და ბიზნეს გინების გულისთვის მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორებთან და გადაცემებში თვალთმაქცობენ და ლოცულობენ, დედის ტრაქს გაგინებენ ყველგან. ასია ეს. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს მონა ისიც გრძნობს, რომ მისი ის მდგომარეობა არ არის კარგი. და ყოველთვის ის თავისუფლებაზე არ ფიქრობს, მაგრამ შეიძლება ფიქრობდეს შენ დამონებას. ამიტომ შენ თვითონ გაუბედურებული კაცი ხარ. შენ არ ხარ ბედნიერი კაცი. ბედნიერი კაცი ასე ქვეყანას ამ დღეში არ ჩააგდებდა, ასეთ სისტემას არ აწყობდა და ბედნიერი ადამიანი შეეცდებოდა ქვეყანა ბედნიერი გაეხადა. საარსებო მიეცა ხალხისთვის და აი ეს ნაძრალ არ ყოფილიყო, როგორც შენ ახარ, მაგრამ არ ხარ შენ ბედნიერი კაცი. ბიჭო, შვილებმა რა დაგიშავა? შვილებმა რა დაგიშავა? შვილებს მაინც რატო ღუპავ? ნუ ახლა მე შორს ვარ იმ წარმოდგენიდან, რომ შენი შვილი შენზე უკეთესი იქნება. და გასაგებია ისიც, რომ შენ ცდილობ ახლა ეს შენი ოჯახური კლანის შეკრას, მე დაუწყებთ იმას, რა ქვია, ალიევების ოჯახს და იმას დაუწყებთ ლანძღვაგინებას, რომ იქ თურმე დემოკრატია არაა და საქართველოში დემოკრატიაა და ალიევების ოჯახმა აზერბაიჯანი ტერიტორიულად გაამთლიანა და დემოგრაფია მოიმატა და 1000 რაღაცები, ნუ თქვენგან განსხვავებით საჩედრებით თქვენ ბიჭო, ალიევების ოჯახმა აზერბაიჯანთან გააკეთა. მაგრამ აი ადამიანურად ხო, აუბედურებ შენ შვილებს. ეს ბერაზე იქ დამთავრებულია აი ლაპარაკი. მისგან კაცი არ დადგება. 15 წლის ბავშვს რო თავზე ღარიბაშვილის და ყლანზორას იმას რა ქვია სპეცრაზს დაახვევს სოციალურ ქსელშიო შემაგინაო, იმისგან კაცი არ გამოვა არასდროს. არ გამოვა. მე თავი ცხოვრება არ ეკნება. ხო. აი ეს ყავს და ამასაც ღუპავ. შენაირი მამა რო ყავს ადამიანს, ეს ძალიან დიდი ტვირთია. ძალიან დიდი ტვირთია. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრა რა. ჯო, ამ შენ შვილებს, ამ ხალხს საერთოდ, ამ კოცებს პატრიოტიზმზე მაინც ნუალაპარაკებ რა. პატრიოტიზმზე მაინც ნუალაპარაკებ. ამოსულა აგერდა. ივანიშვილი ასე დარწმუნებულიაო, ესო სამშობლო ბევრს უყვარსო საქართველოშიო და აიო დისკუსიაშიო დაიბადებაო. ესო და დისკუსია უნდა იყოსო და ეს სინდისის პატიმრები, ფსევდოსინდისის პატიმრები რო გყავთ გაჩენილი. ისინი თურმე დისკუსიით უნდა გამოვიდნენ და რა ვიცი. და მსოფლიო მასშტაბით ესა მსოფლიო მასშტაბით შეიძლება მსოფლიო მასშტაბითაც. საერთოდ კოცებმა დაიწყეს ახალგაზრდობის მოწამლა დიდი ხანია. და მე მინდა გითხრათ, ეს თურმე ახალგაზრდების იმათ გამოუყვანიათ. ყველას მოგიწოდებთ რა. საერთოდ პოლიტიკიდან შვილების შორს გაიყვანით. და განსაკუთრებით კოცებიდან. ნუ ნაცებიდან და კოცებიდან ახლა ამაზე ზედმეტია ლაპარაკი რა. იმიტომ რომ ქვეყანაში არა არც ერთი პარტია, რომელი პარტიაც ჯერ ყველა პარტიის დედავატირე საერთოდ დედამიწაზე რაცა. მაგრამ არ არსებობს ქვეყანაში იდეოლოგიზირებული პარტია, რომელსაც იდეა ექნება მართლა სამშობლოს კეთილდღეობა. ხო და ეტყობა ახლა ეს ახალგაზრდები თურმე ცოტნეს მაგალითზე უნდა გაზარდონ და აი ცოტნეს უყვარს თურმე სამშობლო და დაგიწყებენ ხო პრივატიზირებული ხო არა გაქვთ პატრიოტიზმი და ამას რატო ლაპარაკობთ. ხარც ალბათ სიყვარულსაც თავისი გაგება აქვს. საერთოდ კოც ახალგაზრდებში ის თვითონ ერთი მომღერალი როა ეს ნინი ქარსელაძე ჩაწერილია ის ისტორიას აქვს ჩაწერილი როგორი ახალგაზრდობა ყავთ. შოკოლადი ვითომ მიყვარსო ქვეყანაო თუ აი არა შოკოლადიო მირჩევნიაო სამშობლოსო და შოკოლადი მეტი ტკბილი და გემრიელი არისო და
საერთოდ ამათ ქვეყანა მართლა ასე უყვართ რა, როგორც ვიღაცას გოჭი უყვარს, როგორც ვიღაცას ქათამი უყვარს, ვიღაცას ნაყინი უყვარს. კი, ამ ხრივ ალბათ მართლა გიყვართ. იმიტომ რომ ეს ქვეყანა რო არ იყოს და თქვენ რომ მის სათავეებში არ იყოთ, ასე ვერსად ვერ მოჯდებოდით, ასეთი უზრუნველყოფილი ცხოვრება ვერ გექნებოდა და რა თქმა უნდა ის თქვენი ბრჭყალებში ბედნიერება უნდა შეინარჩუნოთ. იმით რომ ამ ხალხს მოაჯდეთ თავზე შთამომავლობით და ამ შთამომავლობის კისერზე კიდე ალბათ გეგმები გაქვთ ერთი 100 წლიანი, მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდა ხვალზე რა იქნება, არავინ არ იცის. საქართველოს ბევრი მოუნელებია და ბევრს მოინელებს კიდე, მაგრამ მე შორს ვდგავარ იმ აზრიდან, რომ საქართველოში ბევრს უყვარს ქვეყანა. არ უყვართ, იმიტომ რომ ერთი მარტივი რაღაცა, როდესაც რაღაცა გიყვარს, როდესაც რაღაცა გიყვარს, იმ სიყვარულის გამო იბრძვი და ცდილობ, რომ რაც გიყვარს, ის კარგად გყავდეს, კარგად იყოს და რაღაცა დადებითი გაუკეთო. ბიჭო, რაზე უნდა ელაპარაკოს ახლა ეს გურულ ახალგაზრდებს? თუმცა ახლა გურული რაში უნდა მოატყო? პოლიტიკის აკადემია გურიან მთლიანად, მაგრამ რაზე უნდა ელაპარაკოს ახლა იქ გურულ ახალგაზრდებს? სიტყვაზე ვამბობ. იმაზე თუ რატო არიან გაქცეული ქვეყნიდან ახალგაზრდები? იმიტომ რომ მამამისმა უთხრა საქართველოში ვერ გასაქმებთო და გაგიხსენით ევროპა და წადიო. რატო უნდა უთხრას რა უნდა უთხრას გურულ ახალგაზრდებს ახლა ამან იმისი რომ შენ მიწაზე უნდა დაფუძუნდე, ასე უნდა ქნა, ისე უნდა ქნა, როდესაც გურიაში, საერთოდ საქართველოში და გურია ძალიან გაჭირვებული მხარე არის. ღარიბი მხარეა საქართველოში. რესურსებით ვამბობ, თუ არა ადამიანურით და ბუნების სილამაზით, ამაზე არა საუბარი. ეკონომიკური სიდუხჭირეს ვამბობ. ნახევარი გურია გაქცეულია, ზოგი საზღვარგარეთაა წასული და ზოგი გურიის სოფლები დაცლილია. პანდემიის პერიოდში ანეკდოტივით იყო, რომ გურულმა თქვა მეორეთ მოსვლა ძამაო მე აი ხალხიო მოსახსენიებელში მყავდაო და თურმე ცოცხლები ყოფილანო. ჭეშმარიტად ჩემო ძმაო. ხო და ამან ახლა უნდა უკითხოს, ესე იგი მაძღარმა ბატონიშვილმა უნდა უკითხოს ახლა გურულ ახალგაზრდებს თურმე ისა რა ქვია პატრიოტიზმის ლექცია. რომელ პატრიოტიზმზე უნდა ილაპარაკონ? ამათმა საერთოდ ქოცებმა, კოლექტიურმა ქოცებმა მარტო ამას რას ვერჩი დამისახელეთ ერთი ქოცი. რომელ ქოცსაც ომში აქვს მონაწილეობა მიღებული კი არა, საერთოდ ჯარში უმსახურები. ახლა რომ ემიგრაციაში გადახვეწილი ქართველი ახალგაზრდების მიმართ ჯარში ჩამოდით და იმსახურეთო რო ეუბნებიან, მე გაკითხებით ერთი რომელსა ქართულ ჯარში ნამსახურები ბერას, ცოტნეს თუ უტას. მაინტერესებს ახლა როდესაც მართველის შვილი არ მსახურობს შეიარაღებულ ძალებში და არც ერთი მინისტრი ჯარში ნამსახურები არა და არც ერთი ქოცი არაფერი არ გაუკეთებია. რომელ პატრიოტიზმზე არის ლაპარაკი? თქვენი პატრიოტიზმი პარტიული წევრობით წყდება, გასაგებია, პარტიაში თუ ქოცებში თუ ხარ უკვე პატრიოტი. ხო. რაზე უნდა ელაპარაკოს ახლა ახალგაზრდებს, რომელიც გაიზარდა უდედმამოდ? თუნდაც ბოლო 14 წლის მანძილზე. იმიტომ რომ დედა აღმაყავდა, მამა დაღმაყავდა. გადახვეწილი საქართველოსდან, რომ რაღაცა შვილი ფიზიკურად გადაირჩინა. ნუ თუ არ გსხვენიათ ეს ამ შიერ ხალხს, ამ გაძვალტყავებულ ხალხს. რომ რაღაცა ეს მაძღრულ პატრიოტიზმზე გაქვთ საერთოდ საუბარი. ნუ საერთოდ ქოცემ აბსოლუტურად ყველა რეკორდი მოხსენით. მოროშკინა ყოფილა გუშინ წინ ვიდეო შემხვდა, ისე კარგად ცხოვრობ თუ ერი გაღორდაო. საღამოსო კურიერებიო ვერაუდიანო საჭულის მიტანასო ღორიერი გავხდით. მართლა მეტის ღირსი ვართ რა, აი მართლა მეტის ღირსი ვართ, როდესაც ას ჯეურაცხყოფას აყენებენ და მე ერთი რაღაც სავთქვი და ვიმეორებ. არა ძმაო, საქართველოში სამშობლო არ უყვართ. არ უყვართ სამშობლო საქართველოში, რასაც სამშობლოს სიყვარული ქვია. ასე დაცვაც მისი ბუნაგი უყვარს და ამაზე მე ინსტინქტურ ცხოველურ ინსტინქტებზე არ მაქვს ლაპარაკი. აი იმ გაგებით, რასაც სამშობლო ქვია. რა უნდა ელაპარაკოს ბიჭო ახლა ეს ახალგაზრდებს რა? რატო მე თავში რატო და ღუპავ შენ შვილსაც?
არ გამოვა შენი შვილი შენზე უკეთესი არაფრით, მაგრამ რატო უყავ ამასაც? რატო გინდა რომ შენი შვილიც საგინებელი და საწყევარი გახადო ამდენი გაჭირვებული ადამიანის? ხო, კახი კალაძეზე გადავალ. რა უნდა უთხრას ამან ახალგაზრდებს, როდესაც გაახვალ ქუჩაში და მათხოვრობითაა გავსებული და როდესაც რა პატრიოტიზმის ლექცია უნდა წაუკითხოს საერთოდ ქოცმა. აი ბოდიში ელემენტარულს გეტყვით რა, ამ კუჭზე გამავალმა ქოცებმა. აი ესეც შემხვდა უბრალოდ გზა და აი ამოაგდეხწე ხომ ვიღაცამ კალაძე ახსენა და აი ესეთი პატრიოტები არიან ქოცები. დაგვირდით ახლა. როგორი პატრიოტული ფოტო აქვს დადებული კახი კალაძის მხარდამჭერებიო ხო ახლა ის იქნებიან მამალი ქოცები რომლებიც იმაში. დაგვირდით ახლა კალაძეს და დაგვირდით მის საქციელს. არის უბრალოდ ადამიანი სადღაც არ ვიცი რომელიღაცა სავარაუდოდ პარიზია და რომელიღაცა ევროპული ქალაქია და სადღაც რესტორანში წამომჯდარია და გაიმრიელ საჭმელს ჭამს. და ღმერთმა შეგარგოსო და გული აქვს დაწერილი. ნუ ახლა როდესაც ქვეყანაში 77,000 ბავშვი ოფიციალურად შიმშილობს. როდესაც ქვეყანაში 300 ჩვილი ყოველწლიურად იღუპება იმის გამო, საერთოდ 800 ჩვილი იღუპება, მაგრამ 300 ჩვილი იღუპება იმის გამო, რომ შესაბამის ვიტამინებს და კვებას ვერ აძლევს შობელი შვილს. ამ დროს ქალაქის მერი წამოპლაკული სადღაც საჭმელს ჭამს, დებს და ღმერთმა შეარგოსო. და რაც საინტერესო არის, როდესაც შეხვალ კომენტარებში ზბროდი ალაიქებს, მაგრამ განსაკუთრებით ზბროდი გულებს უწერს. რა ნებისმიერ ნორმალურ განვითარებულ საზოგადოებაში აი როდენავი სინდის ნამუსი რო არის, რა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ელემენტარულს გეკითხებით, ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტი, როდესაც იყო და რო ქონოდა ესეთი რეალობა, რომ მისი ქვეყნის 77,000 ბავშვი შიმშილობდეს და თვითონ გადაიღებდა სადღაც სურათს მაძღრობისას, ნაყროვანებისას, დადებდა გვერდზე და გამოჯგიმავდა და აჩვენებდა. წარმოგიდგენიათ თქვენ ასეთი ცხოვრებული არ ვახდენ არავის იდეალიზაციას, მაგრამ თუ წარმოგიდგენიათ. თქმა უნდა არა, ხო? შეუძლებელია, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ იყო გერქვას ქვეყნის პატრონი და ასე იქცეოდი. ქვეყნის თავი გერქვას. შემოყურებდეს ამდენი მშიერი ბავშვი, ამდენი გაჭირვებული. ხო და ეხლა ცოტნებ რა პატრიოტიზმი უნდა წაუკითხოს აი ამ ხალხს. მე რატო ვამბობ ამას? არ უყვართ საქართველოში ქვეყანა. მაგას სიყვარული არ ქვია. მაგას სიყვარული არ ქვია. მაგას ქვია ვიგოდნიკობა. თქვენ რომ თქვენი ქვეყნიდან სარგებელი არ გქონდეს, იმ ინი ქარსელაძის თამადობით შოკოლადი რო ურჩევნია, სამშობლოს ბევრი რამე რო ურჩევნია, შოკოლადი დღეს კოცია. აი მისი თამადობით, ხო? ელემენტარული კითხვა დავსვათ. როგორ შეიძლება შენ სამშობლოზე მეტად გიყვარდეს შოკოლადი? და მე გამოხვიდე და პატრიოტიზმზე მელაპარაკო, ხო? აი ეს ხუმრობითაც ხوار შეიძლება ესეთი რაღაცის თქმა. ხო და ბიჭო, ერთი ესაა, მაგრამ მეორე რა, იცი? ვინმე თქმელი არ აყავთ, ვინმე შემპასუხებელი არ აყავთ. ვინმეს არ შეუძლია რომ უთხრას, ნუ იქცევი ასე. ნუ იქცევი ასე. კი, მართალია, დიდი ეკონომიკური გარღვევები გვაქვს, მაგრამ ქვეყანაში გაჭირვებული ბევრია. და მოდი ნუ დავცინებთ ამ ხალხს, შენი მაძღრობით, იმის პატრიოტიზმის ძახილით, ამისი. მოდი რაღაცა ნორმალურად მოვეპყრათ ქართველ ერს. არა. იმიტომ რომ არ შეუძლიათ. ამათ ახლა ამათთვის სამშობლო არის პარტია და მორჩა და დამთავრდა. ჭეშმარიტად არჩი. ხო და დამთავრებულია საქართველოს საქმე. მე გეუბნებით ამას ჩემი ხედვიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მეტნაკლებად ვიცნობ ჩემ ერს.
როდესაც ამას ერი უშვებს, როდესაც ასეთ პოლიტიკოსებს, როდესაც ასეთ საზოგადო ბრწყალებში მოღვაწეებს აძლევს საშუალებას, რომ გაძარცვოს თავის დროზე კარგად აქვს ნათქვამი ეს ყველაფერი ჯორჯ ორუელს, როდესაც საზოგადოება ირჩევს ყაჩაღებს, კორუმპირებულებს, მოღალატეებს, დამნაშავეებს, ის საზოგადოება მსხვერპლი არ არის. ის საზოგადოება თანამონაწილეა. აბსოლუტურად ყველა ლაიქის დამსმელი ახლა აქ თუ გამზიარებელი ამ ყველაფრის, ხო? აბსოლუტურად. აი ამ კონკრეტული მაგალითიდან. ყველა აბსოლუტურად თანამონაწილეა. ეხლა როგორ გინდა თქვენ უშუალოდ საზოგადოებას, როდესაც სამდენი მოღალატეა და რომელსაც აი ეს ეყავს აგროვებული ეს სისტემა და მიდის და მირიხინებს. და გამოიყვანა შვილიკო ახლა. იმიტომ რომ ნუ ჯერ ის შვილი დაღუპოს და გააუბედუროს და ხალხის სალანძღავს აწევარ იმათ გახადოს. რა ვიცი, თუ კი გააქვს ჭკუა თავში და თუ მოისმენან თუ ვინმე მოგიტანს ამ ინფორმაციას, წადი ბიძია დაანებე თავი. მიხედე შენ საქმეს. ნუ გაყოფ ამ პოლიტიკაში თავს. ნუ გაყოფ, იმიტომ რომ ძიმედ დაგიბრუნდებათ ეგ ყველაფერი. ადრე თუ გვიან ყველაფერს აქვს დასასრული და თქვენ გრიმიცაც აქვს დასასრული. გამორიცხულია რომ ეს არ მოხდეს. წადი, ცხოვრება ხარმოკლია, რაღაცა ინტერესი გქონდეს ახალგაზრდა კაცს, რაღაცა ისწავლე, რაღაცა გააკეთე. გამოდი შეტალოცვილო რა, ინიციატივით გამოდი ელემენტარული და ეს ინიციატივა გააკეთე, როგორც შვილმა, როგორც ქველმოქმედ, როგორც ფულიანი კაცის შვილმა. რომელიც მართველია ქვეყნის და გააკეთე ისეთი ინიციატივა ელემენტარული, რომ მაღაზიებში სადაც ერთთვიანი პროდუქცია რჩება, გაუყიდავი და ერთი თვის ვადა აქვს დარჩენილი, გამოიტანო რაღაცა ქსელები შექმენით და ამ ქსელებში დაალაგეთ, რომ გაჭირვებულმა ხალხმა ჭამოს. და არა ისე, რომ წილოსანი რო იძახის, რომ ვადაგასულიც მივყიდოთ ხალხსო იაფასში. ხო, ვახ წილოსანი მაგით რომ მიყიდეთო მოსახლეობას. ვადაგასული მიყიდეთო იაფასათო. ხო წილოსანი მაინტერესებს ერთი მის შვილს ვადაგასულს აჭმანს თუ აჭმანს როდესმე. არ გამოვა ამ ხალხიდან, იცით? ეს ბიონაგავი ქოცები რატო არიან ესეთი ბიონაგავები? ისინი ბუნებრივად ამბობენ, რომ ისინი ამას წარმოადგენენ. როგორც აი ჩიჩილაკა იძახდა, რომ მე არ ვიციო ეროვნული ცნობიერება რა არისო და საშიშათაც მიმაჩნიაო. ხა ტიპმა თქვა ეს ყოველგვარი ზედმეტი დამატებითი, ესე იგი ეს იყო ბუნებრივი რეაქცია მისი. ახლა რო რამისა და ქართველი ერი და საქართველო და ამიტომ ამას რო ითმენს ხალხი ამ ქვეყანას არ ეშველება არაფერი და როდესაც დამკვიდრებულია ქვეყანაში ეს სტანდარტი და ეხლა მე ამათთვის ვარ საზღარი ადამიანი და ამათ ჩემს და ჩემნაირების მიმართ აქვს იცით როგორი დამოკიდებულება თურმე მე წარმატებული ვერ გავხდი საქართველოში და ამიტომ არ დაბოღმი ბიჭო საქართველოში წარმატებული რო გახდე უნდა გაბოზდე არა აქვს მნიშვნელობა ბიზნესი იქნება ეს კულტურა იქნება ის იქნება თუ რა იქნება ყველგან თქვენ ბოზურ სისტემას უნდა მოერგოს ადამიანი და წარმატებას რომელსაც თქვენ ეძახით ის ნორმალური ადამიანისთვის არის უბედურება და თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ გასაგებია ესეთი რაღაცა იმიტომ რომ როგორც აი ამ სბროდის მეთაურს ახლა კობახიძეს ვერ წარმოუდგენია ეროვნული საქართველო როგორ უნდა იცოდეს ახლა მამის შვილმა რომელმაც ზვიად გამსახურდია ტყვია ესროლა როგორ შეიძლება იმას ეროვნული ხელისუფლება უყვარდეს ხო და ეროვნული ცნობიერება იცოდეს რა თქმა უნდა ხო ასე არის ამათი შვილები ხო ვიცი მულტიმილიონერი როა და მომჯდარი არიან ამ ქვეყანას და რო იძახიან ამ იმას რა ქვია თურმე დაპყრობილი ვიყავით ხო ვართ ახლა დამოუკიდებელი რუსია ამას გვიკეთებდა თურქია ამას გვიკეთებდა სპარსი ამას გვიკეთებდა ხო იძახით ამას დღეს ქართველს რას უკეთებს თქვენ რას უკეთებთ ერთმანეთს რას უკეთებს ბიძინიში რას უკეთებს ეს რას უკეთებს ქოცობა როგორ ექცევა ხო და ჩემო კარგებო ილუზიებს მოდი თავი დავანებოთ ჯობია ეს ყველაფერი აღიარო ადამიანმა
ჯობია პირდაპირ თქვა და შეეცადო ამის გამოსწორებას. ვიდრე შეიქმნა ილუზიები, რომ აი ჩვენ მაგარი ერი ვართ და ჩვენ ამას ვიზამთ და ჩვენ იმას ვიზამთ. ჩვენ დღეს ვართ დაცემული ერი, ყოფილი ერი. რომელსაც ჩვენი ისტორია და კულტურა და ყველაფერი ფეხებზე გვკიდია, ჩვენ ვაფურთხებთ ჩვენ ისტორიას ჩვენ თვითონ, ჩვენ ვაფურთხებთ ქართველ ერს, ჩვენ თვითონ, ჩვენ წარსულს, ჩვენ დემოგრაფიას, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, ყველაფერს. ყველაფერს. ამას ელემენტარულს გეტყვით რა. ის რაც რობიკოს ტურუამ გააკეთა. ეს რომ ნებისმიერ რუს გაეკეთებია, ნებისმიერ, რა ვიცი ხა, მარგინალი ჯგუფები, ოს გაეკეთებია, აფხაზს რო გაეკეთებია სიტყვაზე რა. და ასე დაეცინათ ქართული კულტურისთვის, რომელსაც აი ზიზღი აქვს. აი მაგალითად აფხაზეთში ბებე ბოგოთეონა, გაფსი ბებე ბოგოთეონა და ვინც კარგად ლაპარაკობს იმას უსმინეში. ვინმე გაძალებს აქაობის ყურებას, წად ვიცია, წად შენი ფხავი გარეცხი საწუდა. აფხაზეთში მაგალითად რუსთაველის ძეგლი დაანგრიეს და ტყვიებით დაცხრილეს და აიღეს და ამას ქნეს და იმას ქნეს და თეატრი არ დაუდგიათ ასეთი შემარცხვენელი და შემზარავი რუსთაველის მიმართ. არი კადრი, ისინიც არი კადრებდნენ მაგას. რასაც საქართველოში კადრულობდნენ და აგერ ბებე ბოგო თეონა ალბათ პირველ რიგებში იჯდას. ვაიმე სტურუ არა გენიოსია, ვაიმე რა გენიალურია, შენ რასამ, შენ ბერა არ გინდა, შენ ცოტნე არ შენ ბიძინა არ გინდა, წადი რა აქედან რა მოშორდი ამ ქვეყანას რა. როდესაც ესეთი ბიოლოგიური მასის ხელში არის, რომლიდანაც ამ ხალხიდან ეგეუბნები. ყავის და საპნის მეტი არაფერი არ გამოვა. რომელ ქართველობაზეა ამაცი ლაპარაკი, რომელ ადამიანობაზეა ამაცი ლაპარაკი. გამორიცხული ამები, მეტი არაფერი არ შეიძლება. მე დიაგნოზი მაქვს დასმული ამ ბიოლოგიური ნაგავისთვის. და აი ბიოლოგიური ნაგავისთვის, რომელიც ამ ყველაფერს ხედავს და ჩუმათა. იმ ბიოლოგიური ნაგვისთვის, რომელიც თავის ინტელიგენციას უზრახავს, თუნდაც თანამედროვე. თუნდაც ელემენტარული კითხვა მიშნება თანამედროვე ხელოვანებს არ გაგიჩნდათ განცდა? რაც რობიკოს ტურუამ გააკეთა? ვინმე პროტესტი რატო ვერ გამოხატა? რომელიმე ღიად რატო არ დააფიქსირეთ თქვენი დამოკიდებულება? პირიქით ამაყობთ ამ ყველაფრით. ბედნიერები ხარ. ხო, ესეთი საქართველო გახდა. ხლა ელემენტარულს გეკითხებით. აი ამ ბერას და მის ახალგაზრდებს იქ ვინც ყავს 10,000 კოც ყოფილა შემოგრევილი. რო უთხრა არაბებზე იყიდება მიწა. არაბებზე იყიდება მიწა. და ეს ღალატია თუ ინვესტიცია? გამოგეკეთოს ინვესტიცია. სახლდება არაბი საქართველოში, კაცო. ამაზე რა სიტყვია? ეს ეკონომიკას ასიჭირდებაო. აი ესეთი საზოგადოება არ უნდა გადარჩეს. არ გეწყინოთ, მაგრამ არ უნდა გადარჩეს. იმსახურებს. ჯუდანებით ამავატყობს თავი, ახლა რამდენი კოცი რაღაცა შემოვა, ავანტყოფი და ავანტყოფურს და ახლა ამარო ნორმალური თქვას ის იქნება რა ქვია. გასაკვირი თუ არა. და კიდე ერთი მთავარი სხვათა შორის. დღეს ესეთი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ აი ყველაფერი ამ ყველაფრის ფონზე რა. ყველაფერი ამ ყველაფრის ფონზე. ეს პაპუაშვილი გამოყავდა ხან რელიგიურ საკითხებზე ალაპარაკებენ და ხან ერთი-ორჯერ ზვიადგამსახურდიას ახსენებს, ერთი-ორჯერ რაღაცა ისტორიიდან. ეგენი რო ვერ იწვიან იმნაირს ამბობს რა და თურმე დღეს როგორც გაჟღერდა ინფორმაცია რეაჯან დავაგინე. საქართველოში თურმე ემზადებიან საქართველოს გაქრისტიანების 1700
წლის აღსანიშნავად. ხო, და პომპეზურად უნდა აღვნიშნოთ თურმე რომ 1700 წელია ქრისტიანები გავხდით და ეს უნდა გააკეთოს თურმე აგერ პაპუაშვილმა, ბიძინემ, თურმე იმან რა ქვია შიომ და ამათმა თურმე უნდა აღვნიშნოთ თურმე დიდი ამბებია მოსალოდნელი და რასაც ყოფთ თქვენ ამ ქვეყანას მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის მე ვერაფერს ვერ ვატყობ სიმართლე გითხრათ ამ ქვეყანას მე ვატყობ ძაღლმადიდებლობის თუმცა ამას ახლა ვიგეთყვით რატო და რანაირად მაგრამ რა ეთყობა ბიჭო საქართველოს მართლმადიდებლური ქვეყნის ის რომ პატრიარქის პანაშვიდზე ბევრი ადამიანი მივიდა კი ბევრი გულანთებული მივიდა და ბევრი ამას ატყობთ თქვენ? კი, სურვილი არის საზოგადოებაში. შეიძლება იყოს ქვეყანა მართლმადიდებლური, მაგრამ ცოდნა ქრისტიანული მართლმადიდებლური ნოლი. და რატო? ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ. საქართველო გაქრისტიანდა, რეალურად საქართველო გაქრისტიანდა 327 წელს. თქვენ ჯავახიშვილს ნუ ასწავლით. როდის გაქრისტიანდა საქართველო? ესეც 326 წელს რო იცოდეთ ის სპეციალურად არის შემოგდებული. თუ რატო და რანაირად ამაზე ბევრი გვისაუბრებია მე და ბატონ შალვას და ახლა არ მეუბრუნდები. ამათ რო უთხრან რომ პირველ საუკუნეში გაქრისტიანდა საქართველო, კიო კაცო, ყველაზე ადრე ქრისტიანები ჩვენ ვიყავით. იციან ჩვენი ბუნება და ეს მტრის შემოგდებულია რო იცოდეთ. ეს იმ ებრაული კლანის შემოგდებულია, რომელიც საპატრიარქოში არის ჩაბუდებული. არანაირი 326 წელს არ მომხდარა ქართლის გაქრისტიანება. მოხდა 327 წელს. მაგრამ ახლა კოცებს ქრისტიანობა ხო იცი რა თუნდაც ეს თავის პარტიულ ღონისძიებათ აქვს და ამ პარტიულ ღონისძიებაში ალბათ ჩაატარებენ საქართველოს გაქრისტიანების 1000 იმას რა ქვია 700 წელს. ისე როგორც დიდგორობის 800 წლის თავი 900 წლის თავი დაემთხვათ უკაცრავად ბოდიში. ალბათ რუსთაველის იმას იუბილეს 800 წლის თავს ალბათ მაგიტო დაახვედრეთ ხო რობიკოს ტურუასისა. ეს არის ყალბი, ეს არის ტყუილი და არც საზოგადოება არა ქრისტიანი. საზოგადოება რო იყოს ქრისტიანი საზოგადოება ამას არ მოითმენს. საზოგადოება ამას არ იკადრებს. როგორ შეიძლება ქვეყანას დღევანდელ საქართველოს შენ ქრისტიანი და მართლმადიდებელი უწოდა, რომელიც ნომერ პირველ ადგილზე არის აბორტების მხრივ. როგორ შეიძლება შენ მოუბრუნდე საზოგადოებას და უთხრა, რომ თუ მართლმადიდებელი ხარ და სახელმწიფო რელიგიად რატო არ გინდა რომ გამოაცხადო მართლმადიდებლობა და საპატრიარქო შემოგედაოს, რომ არ შეიძლება სახელმწიფო რელიგიად იყოს მართლმადიდებლობა და შემოგედაოს ეს მართლმადიდებლები და გითხრას რომ მართალია არ შეიძლება სახელმწიფო რელიგიად იყოს მართლმადიდებლობა და აი როცა დაჭირდებათ მე მართლმადიდებლობა მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოება არაა თურმე ქართველებისთვის ეროვნული იდენტობა სისულელი ესაა მართლმადიდებლობა რასაც ამ ქვეყანაში ხედა ამ უსინდისობას ამ ნაძირლობას ესენი კოცები არიან მართლმადიდებლები ვითი არიან მართლმადიდებლები ქრომიულიან სათეს რო დაანთებენ იმაზე ხო დღესასწაულებს და პატრიარქის პანაშვიდებზე რო დადიოდა ერი და ბერი და ერთმა კაცმა რო იკითხა იქ რომ პასუხი არ უნდა აგონ დამნაშავეებმა უშენდობითო და რომ მოგიდნენ ხელი გააგდნენ და სასაფლაოებზე რო ჩამოაგდეს სადღაც ბრმა ცალთვალაკაცი ამას ეძახით თქვენ მართლმადიდებლურ საზოგადოებას და ამას ეძახით თქვენ ქრისტიანულ საზოგადოებას საერთოდ ამდენი ბავშვი შიმშილობს კვდება და ესენი იმითი რა ქვია შავი ჯიპებით და დაცვებით დარბიან ვითომ ჩვეულებრივი მანქანით რივლიან ამიტომ ასეთი საზოგადოება არ უნდა გადარჩეს რა მე გეუბნებით ეს საზოგადოება არ იმსახურებს გადარჩენას ეს იმიტომ რომ ჩვენ უარი ვთქვით რეალურად მართლმადიდებლობაზეც ეროვნულ სახელმწიფოზე თქვით თუ გვათქვამიეს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აი რა საზოგადოება არის საქართველოს რეალობაში აი ეს ძალიან ეს ძაღლმადიდებლები შემომიჩნდნენ
ძალიან შემომიჩნდნენ ძალმადიდებლები და ყოველდღე ახალ ინფორმაციებს მივაწვდი ამ ძალმადიდებლებს. ეს შემოხდა პოსტი. სადაც 9 წლის ბავშვი დაგლიჯა ძაღლმა. რომელიც ძაღლის ვერ ნახეს. 9 წლის ბავშვი. ეს ცეკვაზე მიდიოდა თუ სადღაც. და ცოფის ვირუსის მატარებელი რო აღმოჩნდეს ის ძაღლსაც ვერ ნახულობ. ეხლა ეს დასირებული ხალხი, ეს ავადმყოფი ხალხი, რომლებიც გუშინ წინ ძაღლების უფლებებს იცავდნენ, 9 წლის ბავშვს დააბრალებენ იმას, რომ თურმე 9 წლის ბავშვის ბრალი არის, რომ ძაღლმა უკბინ. ამას მე როგორ ვამბობ? ეს თურმე ქოცური პროპაგანდა. ახლა ეს ამათზე მაქვს მე ლაპარაკი აქეთ, მეორე მხარეს. მეორე ხო ოპოზიცია, ესენი არიან, კაცო, ხოცები ხო ესენი არიან, ეს ფარისეველი აფირისტები. მაგრამ აი ახლა მეორე მხარეზე მაქვს ლაპარაკი, ვინც ამას უპირისპირდება და რატო არა მაქვს განცდა უკეთესის მომავლის და ნამდვილად რაღაცის. ბიჭო, ელემენტარული კითხვას გისვამთ. ეს 9 წლის ბავშვი არავის არ გეცოდებათ? ძაღლი გეცოდებათ? შიერ. ეს ბავშვი არავის არ ეცოდება, ხო? ის სამი ადამიანი ცოფის ის რო დაუდავს, ის არ გეცოდებათ, ხო? ხო და რა გაქვთ ვიცია თქვენ მართლმადიდებლობასთან საერთო? რა გაქვთ საერთო ამ ძალმადიდებლებს? აქეთ ოპოზიციონერებს გეკითხებით. და ვინ უნდა შეცვალოს ვინ? მაგრამ ყველაზე საინტერესო არის აი ეს. ამ ყველაფერი უბედურების წინააღმდეგ რა ვიცი ძმაო როგორ უნდა ვიყავ, ხედავ გული მისკდება აგერ და ლაპარაკო. აი ამ ყველაფერი აღვიროხსნილობის და ამ ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ გამოდიან ხარი აქვთ ერთი მეორეზე აბმული ვიღაცა პიტუხი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა ვიცი ჩემ გაგებაში და ჩემს ახალგაზრდობაში ყოველ შემთხვევაში ასე ეძახდნენ ესეთ ადამიანებს რომლებსაც მესაჯდომეობა ქვია რეალურად ჩამოდის საღაციდან ჩამოაკ წყალი უნგრული წყალი და ხა 500 თუ 1000 დღე რო არის იქ რო დგანან რა მიდის და წყალიო გადმოგვესხასო წყალიო რა იმის ამათმა უნდა შეცვალონ ისინი უაი საქართველო და უი საქართველო ეს რო საქართველოა აი და რატო უნდა გქონდეს ადამიანს მოლოდინი რომ ქვეყანაში რამე შეიცვლება რატო უნდა გქონდეს ამ ხალხს ერთი ნერვი არატოკებია მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით აგერ ახლა ხვალ ჩვენი ქართველთა გაერთიანების ლიდერები გამართავენ რუსთავში აქციას თქვენ გონიათ ვინმე მოვა თქვენ გონიათ ვინმე მოვიდა გორში მოვიდა თბილისში არ მოვა რატო არ მოვა იცი იქ ფულს არავინ არ იხდის პაპა ვიგოდა თუ არა ფული თუ არა რა თქმა ახლა მაშინ შოკოლადი მირჩევნია სამშობლოს ხო და როდესაც ესეთი მასა არის მოჭარბებული საქართველოში მე არაფერს იმედი არ გამაჩნია რა ამაზე ამბობდა ცხონებული ზვიად გამსახურდია იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთიო ამიტომ როდესაც მე მეუბნებით რომ რატო ილანძღები ზუსტად ამიტომ ვილანძღები რომ აი ესეთი ბიონაგავი არის როგორც ხელისუფლებაში ისე ოპოზიციაში ისე საპატრიარქოში ისევე საპატრიარქოში ბიოლოგიური ნაგავი
კი. ახლა ალბათ შიოს დაუძახებთ, მალე უწმინდეს და უნეტარეს თანამდებობას როცა დაიკავებს. ხო, მე შიოს შეიმოსება უწმინდესის და უნეტარესის შარავანდედით, ხო? ძალიან დიდი მორწმუნე ესაა, რა ქვია, კაცი როგორც ის გამიგი, აგერ გუშინ დედა თამართან მქონდა ლაპარაკი და ისი მკადრებელია და რეიბი აქ ნაკადრები, ვისაც გაინტერესებს, შევძანდით და ნახით. მოყვა მონაზონმა ქალმა, ლოგინზე მიჯაჭულმა. რას წარმოადგენს და ვის წარმოადგენს? ხო და ამ ყველაფრის ლაპარაკი საქართველოში არის სირცხვილი. არ შეიძლება ასე რომ ლაპარაკობ, შევფრთხილოთ იყავი რამეს მოგწევენ და შეიძლება მართლა მოგწევენ. მართლა მოგწევენ, იმიტომ რომ აქ ხო დილემის წინაშე არის დაყენება. ნაცი თუ არ მოგწონს, ქოცი უნდა მოგწონდეს. ქოცი თუ არ მოგწონს, ნაცი უნდა მოგწონდეს. რუსეთი თუ არ გინდა, ამერიკა უნდა გინდოდეს. ამერიკა თუ არ გინდა, რუსეთი უნდა გინდოდეს. აქ ხო შავ-თეთრი ფერია. ეს არანაირი ის არა აქვს სიჭრელე. ეს ხო ჩვეულებრივი იდეოლოგიური სიდამპლეა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში ვრცელდება. ეს საყურეებიანი ნაგავი რუსთაველზე იყო მისული გუშინ წინ უნგრეთიდან წყალი ჩამოუტანია და ასხამს იმას, რომ შეისხეს წყალი, რომ უნგრეთის წყალი გადაესხათ თურმე და მე ამ დილას დაუწერე ძალიან შეცდომით აქვთ მაქსიმალური რეზულტატის მისაღწევად საერთოდ აი ესე უნდა დადგენ ყველას ხელში უნდა ეჭიროს ევროკავშირის დროშები და LGBT დროშები მეორე მხარეს წელზე უნდა კონდეთ შემოკრული აი ვიცი ისრაელის დროშა ამერიკის დროშა ნატოს დროშა თავზე წაკრული და ას წრე უნდა გააკეთონ და როგორც გირჩმა ჩაატარა რიტუალი აი ესე უნდა ჩაიხადონ და ერთმანეთს უნდა შეასხან ერთ ადგილას ისა რა ქვია წყალი და მე თვითონაც უნდა შეისხან და ცარიელი ბოთლი ერთმანეთს გაუკეთონ და აი ეს მაქსიმალური რიტუალი იქნება ეს ჩატარებული იმის რა ქვია უნგრეთის წყლის გადასასხმელად და გადარჩება ქვეყანა ხო და აი ამაში არის უბედურება რომ ნაცი და კოცი არის ერთი სანამ ესეთი ოპოზიცია ეყოლება ბერას და ბიზნეს თუ ცოტნეს და ბიზნეს ან საქართველოში არაფერი არ შეიცვლება არა საჭირო იცით შემოკარგებო არა იმაზე საუბარი რომ რა გვეშველება და ვაიმე დედა ეს რა გჭირს და შეგუეთ რა შეგუეთ იმ აზრს რომ ის საქართველო რაც იყო როგორშიც დავიბადეთ როგორშიც გავიზარდეთ როგორი ღირებულებითაც ცხოვრობდით როგორი შეხედულებები იყო ქალის ქალობას რა ერქვა კაცის კაცობა რა ერქვა ხო ის დღევანდელ საქართველოში აღარ არსებობს არა მიღებული და ეს არ არის მარტო ხელისუფლება ოპოზიციაში მასაშიც ასე ამიჯერეთ თუ არა მიმოიხედეთ ირგვლივ თუ ასე არა დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდობა ძირითადად მე არაფერს არ ვერჩი ახალგაზრდობას იქიდან გამომდინარე რომ ამ დამპალ ეკოსისტემაში გაიზარდა ეს ბავშვები უდედმამოთ უყველაფროთ და ისე კი არა ცოტნეს და იმას რა ქვია ბერას და ამისთვის მამას რო ბაო-ბაოს ხეები ჩამოქონდა და მაშინ შეკვეთილში სასახლეებს უშენებდა იქ სუფთა ჰაერიაო და მოუხდება ბავშვებს ისეთში კი არა ისეთში კი არ გაიზარდნენ ისეთში რომ ჭადი და ყველი ენატრებობათ და გაიქცა მშობელი იმისთვის რომ ჭადი და ყველი მის შვილს ქონოდა რომ შიმშილით არ მომგვდარი გაიზარდა უსიყვარულოდ გაიზარდა ურთიერთობის გარეშე ამიტომ რასაც მიაჩვია ის ბავშვი მიაჩვია იმას რომ პრაგმატიზმი რისგან მექნება ვიგოდა თავი როგორ გადავირჩინო ესენ ტელევიზორებში მოდიან ის მოდის ეს მოდის მაგრამ ჩვენთვის არავინ არა ამიტომ ეს ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის ამ ქვეყნიდან ჩვენ არ უნდა წავიდეთ ან ამ ქვეყანაში თუ იქნებით მოდი ავიტანოთ ეს ყველაფერი და მოვითვინოთ რა
ხალბატონო ლალი ქართული გარეგნობისას ვისხედავთ დღეს საქართველოში აი პოლიტიკურ ველზე და ჟურნალისტია ის ჟურნალისტების 99% კაცები ეს ნოდარი კომელაძეები და ისინი ან არიან გვაცრავად და მესაჯდომეები ან არიან ემასავით რა ქვია შალვა როყავთ ამათ რამიშვილი შალვა რამიშვილივით პედოფილები შვილის ტოლა მე მაგას პედოფილიას ვეძახი 19 და 20 წლის გოგოს მე არ უყურებ ისეთი თვალით რასაც მაგი უყურებ და რაც როგორ ექცეოდა მამაშვილურად მოვალ და მოგეფერები ყველაფერს თავისი ასაკი აქვს 40 წლის ავარ მე და 20 წლის გოგოს ვეღარ უყურებ ის და ეს ბიოლოგიური ნაგავი გადაქცეული არის ხელშეუხებელ იდეოლოგად ხოდა რატო ელოდებით ხალბატონო ვინმეს რომ კონდეს ქართული გარეგნობა, ქართული მეტყველება, ქართული აზროვნება სოროს ესეთი ბჭყალებში ქართველები უნდოდა ხო მე მაგას ვამბობ ჩემო კარგო რომ არავის ბრალი არა ვინც გადაწყვიტა რომ ასეთი იყოს კი ბატონო მისი ბრალია და მოდი ნუ ვილაპარაკებთ რა ჩვენ რო ისე რა ქვია აღმაშენებლის და იმის შთამომავლები ვართ მოდი ვილაპარაკოთ რომ შევარდნაძის შთამომავლები ვართ სააკაშვილის შთამომავლები ვართ ბიძინეს შთამომავლები ვართ სალომიას შთამომავლები ვართ მოდი ამაზე ვილაპარაკოთ რა მოდი ნუ გავახსენოთ რობიკესნაირების შთამომავლები ვართ ესენი არიან ქართველობა დღეს ნუ გამოვითხოვთ რა იმიტომ მე გეუბნებით აზრი არა აქვს ამას ჩამოდი ასექენი მაგ ვიყავი და ვხედავდი რაც იყო აქ ვარ და აქედან ვხედავ და ვიცი რომ ბევრად უარესადაა საკ ამა თუ ის თუ გინდა თავი დაიწვი შეეწირო არა შენ შემოგივლე მაგაზე საუბარი მე ხო არ ვამბობ იმას რომ მართლმადიდებლობა რო არ არსებობდეს გინდა თუ რა მანდამაიც მართლმადიდებელი ადამიანი შეიძლება იყოს დასტოინი ადამიანი და რაღაცა რა აქ მთელი პრობლემა რაშია გიორგი იცი პრობლემა არის იმაში რომ ჩვენი ვაჟკაცობა ჩვენი პატრიოტიზმი ჩვენი სამშობლო ჩვენი ეს რა ქვია ყველაფერი საქართველოს გადაარჩინა მართლმადიდებლობა კი მართლმადიდებლობამ გადაარჩინა როგორც ამდენი ხანი აქამდე ხო ისი ადრეც ჯერ ერი გახდა თვითონ ქრისტეს მეომარი და რწმენის მეომარი და აბსოლუტურად ყველა ომი რაც ჰქონდა რწმენის გამო გადახდილი ომი იყო და მე აგე როდესაც უკვე ერი დასუსტდა და განადგურების პირას იყო ვის მოგწონთ ეს ვის არ მოგწონთ ესაა ფაქტი რუსეთი იგივე ბიზანტიის იმპერია იყო და ერთადერთი საყრდენი მართლმადიდებელი საქართველოს იყო და რუსეთის შემოსვლამ გადაარჩინა საქართველო ქართული მართლმადიდებლობა ამან გადაგვარჩინა თუ არა სამუსლიმანო საქართველოში იმდენი ქართველი ცხოვრობდა გულისხმობ აჭარას და იქით იმერხევს და იმას რამდენის დანარჩენ ქართლ-კახეთში და იმერეთში ასე იყო ეს ასე მართლმადიდებლობა მოგვიყვანა დღემდე და ამიტომ ყავს მართლმადიდებლობას ამდენი მტერი ქართველი ერი თუ გინდა გაანადგურო პირველი ქვეყანაში და გაანადგურო მართლმადიდებლობა და შემოიღო ძაღლმადიდებლობა უნდა შემოიღო იაღოვლობა უნდა შემოიღო სექტანტობა უნდა ყველაფერი ოღონ გარდა მართლმადიდებლობისა ყველაფერი დაუშვი ეს აბსოლუტურად ყველაფერი უცხო სხეული არის ქართველი ერისთვის მე ყველას დიდ პატივს ვცემ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს რომლებსაც და მაგით ნამდვილად არ ვანსხვავებ ვისაც სამშობლოსთვის ჩემი ქვეყნისთვის თავი დაუდევს მუსულმანი იქნებოდა ეს თუ შეიძლება საერთოდ
მე სექტის წარმომადგენლის ყოფილიყოს, მაგრამ ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ისტორიულად რო ავიღოთ სტატისტიკურად ეს ქვეყანა არის 99% მართლმადიდებლების ბრძოლით არის მოტანილი აქამდე. კი? ასეო. ხო? და არა ძაღლმადიდებლების. კი ბატონო, ცარისტული რუსეთი რო არ შემოსულიყო საქართველოში, რო არ სასარგებლო კავკასიაში რო არ შემოსულიყო და საქართველოს საქმე იქნებოდა ცუდად. ძალიან ცუდად. ცუდად იყო, მაგრამ აი მეოთხე სტადიის კიბო რო ჭირდეს ადამიანს, აი იმ სტადიიდან იქნა საქართველო გადარჩენილი მაშინ. და დღეს რო კითხო იქედან ჩემო ძმაო ამათ, ახსოვთ რა? ახსოვთ რომ მეფობა გაგვიუქმნა და ისა რა ქვია, თურმე ის გაგვიუქმნა რა ქვია. მართლმადიდებლობის კი ბატონო იყო ასე. ეს ცუდი ახსოვთ მარტო. ის ავიწყდებათ რომ მეფე თვითონ არ აირჩიეს თავის დროზე. და იქეთ გაიქცენ ზოგიერთი მეფის შთამომავლები ირანში ჯარის შემოსაყვანად. ზოგი ოსმალეთში გაიქცენ ოსმალური ჯარის შემოსაყვანად საქართველოში. ნუ ტახტი დაებრუნებიათ. სად იყო? კი, სოლომონ მეორეს მე დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ ვამართლებ იმას, რომ ისტორიულ მტერთან განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთვის იქ წავიდა და იქ შეეცადა იმის ოსმალური ჯარის შეკრებას, რომ იმერეთში ტახტი დაებრუნებია. ხო და მაგას ვამბობ, გიორგი, ჩემო ძმაო, ყველაფერს აქვს მეთოდიკა. ყველაფერს აქვს მეთოდიკა. არის ერები, რომლისთვისაც სარწმუნოება არაფერს არ ნიშნავს. არის ერები. და მისთვის ადამიანობის დაკარგვა უფრო მარტივია სხვა ფორმით. მართლმადიდებლური სარწმუნოების საზოგადოებისთვის არაადამიანობად გადაქცევა პირველ რიგში რელიგიის განადგურებით უნდა დაიწყო. და რა ხდებოდა საქართველოში და რა ხდება დღეს საქართველოში? საქართველოს ქართველ გმირებს და ერისთვის თავდადებულ ადამიანებს ისტორიულად. ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ასე შემდეგ ქართველების ხელით კლავენ. საპატრიარქოში და ეკლესიაში ჯაღმაიძისნაირი ყანდურები და არ მინდა ახლა დავყვე იქ შორენა, მორენა და 1000 ისა უსინდისო უწყირპირო მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას აი ამათი სახით ებრძვიან და ამათი ხელით ებრძვიან. ასია ეს ეროვნულ პოლიტიკურ მოძრაობას ეროვნულად ვითომ ფსევდოეროვნული მოძრაობებით ებრძვიან და საერთოდ საქართველოს ქართველი ერის ხელით ებრძვიან. და აი ასეთი გადაგვარებული ქართველების ხელით ებრძვიან, როგორც არის ნაცი და კოცი. ჩემო ძმაო, აჩიკო მარტო აჭარა, ახალციხი, ახალქალაქი, ნუ სამცხე-ჯავახეთი, ისა რა ქვია, ფოთი, მთელი აფხაზეთი, მთელი ეს სულ ოსმალური გარნიზონები იდგა. და სულ მაგათი ის იყო. ჩვენ აფხაზებთან პრობლემა ახლა კი არ შეგვექმნა, აგერ. აი მის მერე შეგვექმნა, აი ოსმალეთმა რომ საქართველოში გადმოსხა დესანტი მე-16 საუკუნეში აფხაზეთში და იქ შექმნა დაიწყო დასახლება ჩრდილოკავკასიური ტომების ნაქართველარ საქართველოში. და იქედან გაჩნდა ქართველების და დანარჩენი აფხაზობის ისა რა ქვია. ხო, ამიტომ მე არაფერი კაის მოლოდინი არ მაქვს. ბერა ისა ცოტნე სულე ბერა რას მაკერია ენაზე გადევიდა მოდიდან ახლა. ცოტნეს და მისნაირი პროგრესული ახალგაზრდები გადაარჩენენ სამშობლოდ.
მე მინდა კოცებს უთხრა რა ერთი. ვიცი რომ ივანაშვილის და ამათ ყურებამდე მიდის ეს. იზა შვილი ხო გიყვარს. ხო გიყვარს შვილი. წადი გააცილი ამ პოლიტიკას. გააცილი ამ პოლიტიკას რა. გაგიმორჩიშო თიკო. წადი რაღაც ჰობი ექნება, რაღაცა ექნება, რაღაცაში უფრო იქნება განვითარდეს. რა გინდა ამ სიბინძურეში, რომელ სიბინძურეში შენ აყარ, რანაირ სიბინძურესაც ჩემ პარტიაში ხედავ და როგორც მაგრამ იქ შვილს როგორ უშვე. შვილი მაინც არ გიყვარს. შვილი მაინც არ გიყვარს, ასეთი ურჯულო და ურწმუნო ხარ? ვერ იქნება შენი შვილი შენნაირი. ესეც იცოდი. ვერ იქნება. არა აქ იმას ის სკოლა. გავლილი იმ ჩათლახობის, რაც შენ აგაქვს გავლილი. ხო, ასია იგი. კიდე რომ მოხდება ჩემო ძმაო, რუსეთ-თურქეთის ომი, ქართველები თურქულ ჯარში ჩაეწერებიან. მე რა გიკვირს? რა გიკვირს? რა არისო ასე? რატო არა ამაზე აგე რა გუშინ წინ თურქეთში იყვნენ წასულები, აუ მოვაწერეთ ხელი ერდოღანს შენი ჭრიმე შენ გენაცვალეო და აი ჩვენ ძმები ვართ. ჭეშმარიტად ხალბატონო. 2006 წელს ნაცებმა რო გაცეს თევზჭერის ლიცენზია, ქართველ კაცს თავის ზღვაში თევზის დაჭერა აქვს აკრძალული. თურქზე რო გაცეს 2016-ში 10 წლით კოცებმა გაუხანგრძლივეს. მით გააგრძელეთ თურქებმა იჭირეთო თევზი და ქართველ მეთევზეებს არ მიცეს საშუალება თევზის დაჭერის. ახლა უკვე კიდე 10 წელი გავიდა და ახლა კიდე მიცემდნენ იმას, რა ქვია, 10 წლით თურქებს გაუხანგრძლივებდნენ იმას. ხო რა ვიცა რუსეთის წინააღმდეგ კი არა საქართველოს წინააღმდეგ გათურქებული ქართველობა არ ერთვებოდა ომში? და მოღალატე ქართველობა? ხრესილის ბრძოლა რა იყო? ხრესილის ბრძოლა რა იყო შენ შემოგევლო? იმ 44,000-იანი საარმიო კორპუსიდან რომელიც იყო შემოსული 20,000 იყო იანიჩარი თუ არა დანარჩენები ისინი კი არ იყვნენ რა ქვია ოსმალები. გამაჰმადიანებული და მოღალატე ქართველები იყვნენ. ახალციხის საფაშოდან წამოსული და რაჭისერის თავები. და კანონიერ ღვთისმკურთხეულ მეფეს ებრძოდნენ. არა მარტო ესენი ებრძოდნენ. სასულიერო პირებიც ებრძოდნენ. მაშინდელი დასავლეთ საქართველოს მღვდლები იმ ფილმში ხვიჩა და ღოჩაში მღვდელი კარგადაა გამოყვანილი. მაგრამ სოლომონ პირველის პერიოდში სასულიერო პირები პირდაპირ ბიზნესში იყვნენ, ტყვეთა ვაჭრობაში ჩართული და სოლომონ პირველმა რო აკრძალა ტყვეთა გაყიდვა, სოლომონ პირველი დააწყებლა. ლუკმა გამოგვიგდეო პირიდან. ო ამიტომ რა გიკვირთ? რა გიკვირთ? დღეს არ მოხდება, დღეს სხვა რამე ხდება? არ ხდება სხვა რამე, იგივე ხდება დღესაც. და კიდე 1921 წელი აიღე. 1921 წელი აიღე. გენერალი კვინიტაძე რო იბრძოდა არდაჰანის, ტაოკლარჯეთის იმეთ შემოერთებისთვის ვინ ებრძოდა? სერვერბეგ ჯაყელი. გათურქებული ქართველი. რომელიც წინ მოუძღოდა. თურქების ჯარს და რომელმაც იმდენს მიაღწია საბოლოო ჯამში რომ იმასკნა რა ქვია ტაოკლარჯეთი მაინც მიტაცებული დარჩა. რა გიკვირთ? ო, ასე. ერის გენოციდი ქვია, ამასთან მეტი არაფერი. ჩემო კარგი. აქ დაგემშვიდობებით. მე ეს შტაბეჭდილება მაქვს და აი როგორ მინდა იცი ვწდებოდე? აი ძალიან მინდა რომ ვწდებოდე. აი სამწუხაროდ არ ვწდები. ეთანხმე. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია და აი თურქებს აქ ეგეთი გამოთქმა. რასაც ვეთანხმები. ბევრი სიბრძნე აქვს. თურქული სიბრძნეები ძალიან საინტერესო არის. მაგალითად, ერთი არის ასეთი, გველს რამდენი თაფლიც არ უნდა აჭამო, მაინც შხამით გიგბერსო. აქვს ესეთი გამოთქმა. ძველი მტერი მოყრათ არასდროს გამოგადგებაო. ჩვენ ძმები ვართ თურქების.
და მართლმადიდებლების მტრები. მართლმადიდებლობა ქოცობას უნდა მარტო ხმების მისაღებად. ამიტომ რომ ყველა ქოცი ძახის შიო უნდა იყოს პრემიერი და ეს რა ქვია პატრიარქი და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. და მათ ჭკვისა. ანაირი უსინდისო. ეა. აბა დროებით.